პირველი რაზეც მე მინდა თავიდანვე ყურადღება გავამახვილო არის ზოგადად ევროპული სტანდარტების და შიდა სამართლებრივი სისტემის ან თუნდაც უწოდოთ სუვერენიტეტის თანაფარდობა. ბევრი იყო ამაზე საუბარი ბოლო პერიოდში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე ჩვენი მოსაზრება და ცოდნა გაგვაჩნია, რომ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება და ხელაღებით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, საბაზისო პრინციპებია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ როცა რომელიმე ქვეყანა ხელს აწერს საერთაშორისო კონვენციას, მისი ნებით, მისი სურვილით, საერთაშორისო სამართალს აინტერესებს ერთადერთი რამ. ამას ეწოდება საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება. წერტილი. საერთაშორისო შიდა საქმე არ არის, როცა სახელმწიფოს თხოვენ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. არა, შიდა საქმე სხვა რამეა. შიდა საქმე არის იმ საშუალებების გამონახვა, როგორ უნდა მოხდეს ამ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რომელიც ბარიერს უქმნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ეს ჩემი მოსაზრება არ არის კარგად მოგეხსენებათ, ეს არის ვენის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის ჩვეულების ერთ-ერთი ჩვეულებიდან გამომდინარე ვალდებულება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ სტანდარტებზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რომელიმე ადამიანის მიერ დადებულ სტანდარტზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე ქვეყნის შიდა სამზარეულოზე. ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ პრინციპებზე. შესაბამისად, ეს პრინციპები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის ქართული, ასე რომ ვთქვათ, სისტემის გენეტიკური ნაწილი, ასევე საზოგადოების. მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ამას უნდა მიუერთდეთ, ან ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ. არა, ეს გულისხმობს ერთიანი ოჯახის სისტემაში, ერთიანი სულისკვეთებით საერთო ღირებულებების შესრულებას. მე ზოგადად არ მომწონს, როცა საუბრობენ, რომ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე უნდა შევასრულოთ. ქართველი ხალხი ითხოვს დემოკრატიას, თავი რომ დავანებოთ იმ ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერას, რაზეც ხელმოწერა აქვს, საიდანაც ვალდებულებები აქვს აღებული ჩვენს ქვეყანას, ეს ჩვენი მოვალეობა. ჩვენი მოვალეობა რა? სოფლიოში არსებული ყველაზე საუკეთესო სისტემით მიუხედავად გამოწვევებისა, ეს არის დემოკრატიული სისტემა და ხომ არ არის სადავო, არ არსებობს ალბათ ერთი ადამიანის, კი ახლა ერთი არსებობს და 10-იც, მაგრამ ზოგადად არ არსებობს უმრავლესობის ნება, რომელიც იტყვის, რომ ჩვენთვის მიუღებელი არის ის ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული პრინციპები. და რაც შეეხება სამართლებრივი ნაწილი ამისა, როცა ქვეყანა ამას აცხადებს საჯაროდ, როცა ქვეყანა მოაწერა ხელი კონკრეტულ დოკუმენტს, როცა მოაწერა ხელი საკუთარ კონსტიტუციას, ეს მოითხოვს შესრულების ვალდებულებას. ყველაფერი დანარჩენი არის ქვეყნის შიდა საქმე, თუ როგორ გააკეთებს ამას. არის ხოლმე ესეთი, ასევე არ მომწონს, როცა არის დისკუსია კონსტიტუცია თუ საერთაშორისო ვალდებულებები. რა წესია საკითხის ასე დაყენება. რაც შეეხება კონსტიტუცია თუ საერთაშორისო ვალდებულებები. რუსეთი მეც კი არაფერს არ აკეთებდა. ერთ რამეს მიმტკიცებდა რუსეთის იუსტიციის მინისტრი, როცა ჩემ წინ იდგა სტრასბურგის სასამართლოში და ამბობდა, რომ ჩემი კონსტიტუცია სხვა რამეს ამბობს. მეტი კი არაფერი უთქვამთ რუსეთის იუსტიციის მინისტრს. მთელი 13 წლის განმავლობაში, როცა მე იქ ვიდექი. ხოლო და ამას ამბობდა. რას ნიშნავს კონსტიტუცია ისე განმარტო, როგორც მე მინდა. მაშინ გადავდოთ მთელი საერთაშორისო სამართალი. რასაც ითხოვს საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო, ეს არის ამ სამყაროს შეჯერებული ღირებულებების იმპლემენტაცია კეთილსინდისიერად. წერტილი. ჩვენ გვაქვს პრაქტიკაში რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც განხორციელდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რაც ამის ერთ-ერთი საილუსტრაციო მაგალითია. და ასე შემდეგ. მე იმიტომ ვამბობ ამას, რომ რა თქმა უნდა, მიუხედავად დემოკრატიული სისტემისა, შეიძლება მოხდეს ისეთი რამ პრაქტიკაში, რომ კონსტიტუციური რომელიმე ნორმა აღმოჩნდეს შეუთავსებელი, ან მისი იმპლემენტაცია. მე არ ვამბობ, რომ ასეთია რომელიმე საქართველოს კონსტიტუციაში დღეს, მაგრამ მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ჰიპოთეტურად, რომ კარგად გამოჩნდეს, რას ნიშნავს თანაფარდობა
შიდა სამართლებრივ სისტემას და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას შორის და რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნისთვის. და არანაირად არ უნდა აღქმა ნებისმიერი ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, როგორც იურისტისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ ჩვენი სისტემა თუ საერთაშორისო სამართალი არის ჩვენის მოგწონს და ჩვენს არ მოგწონს. არა, ვინ მოგწონს მაგის უფლება ჩვენ გადავწყვიტოთ, ჩვენ ხალხმა გადაწყვიტა. დიდი ხანია საუკუნეების წინ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ამ ევროპული ღირებულებების და არა რაღაცა იქ კომპონენტი ამის გარეთ, სადღაც მოვდივართ ტყიდან და ახლა ვიწყებთ ჩვენ ამ იმის რა ქვია პრინციპების არა ჩვენ ვიყავით და ჩვენი სურვილია ჩვენი გადაწყვეტილებაა გაცნობიერებული რომ ჩვენ გავხდებით ამ სისტემის ნაწილი ევროკავშირში მეორე მხრივ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ასევე ყველა ეთანხმება მე ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ არ ნიშნავს არ არის ეს ბრიუსელში სიარული არც სტრასბურგში სიარული არ არის ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იმიტომ რომ მე ვის თუ არა მე მაქვს გამოცდილება როცა მთელი ნახევარი ჩემი ცხოვრება ლამის რუსეთი წინააღმდეგ საქმის წარმოებაში გავატარე და ვიცი კარგად რამხელა საფრთხის მატარებელი პირადად საკუთარ თავზე თავი რო დავანებოთ რა ხდება ირგვლივ ხო ქვეყანა რომელიც ახლოს არის დედაქალაქთან ემუქრება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის სერიოზულ მიზეზებს რომლის ერთადერთი პრიორიტეტი არის ჩამოშლა აქედან გამოსავალი დღეს საუკეთესო იდეალური არა საუკეთესო არის იმ თანამეგობრობაში ყოფნა რომელიც არის დაცვის საუკეთესო გარანტია ამიტომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ ევროკავშირზე და ჩვენს თანამეგობრობაზე ჩვენ არა მარტო სამართლებრივი არამედ პოლიტიკური სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა თორე სტრასბურგის სასამართლო რო 10 წლის მერე გადაწყვეტილებას გამოიტანს ამას კი არა დიდი გავლენა მოვლენებს ამას არ აქვს, აი აგერა გადაწყვეტილება, დიდესი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენთვის, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ამ გადაწყვეტილების მერე ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში, ეს ამას არ ნიშნავს ნამდვილად. ამიტომ ეს თანამეგობრობა ევროპული ოჯახი, რატომ არის ჩვენთვის ნომერ 1 პრიორიტეტი? იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის, ის უნდა გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი. ამ ვითარებაში რა ვითარებაში ჩვენ ვართ განსაკუთრებით. და აჩვენა კიდეც მოვლენებმა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს გარდა პოლიტიკური საკითხებისა, რომელიც ის პრობლემები, რომელიც აი 2017-ში თუნდაც, როცა მე სტრასბურგში გამოვიდოდი, მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი პოლიტიკურად ევროპულ კომპონენტზე ზოგადად, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი, რომ არ კეთდებოდა ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა ამ რუსეთთან არსებული რაღაცა დიპლომატიური გაგების გათვალისწინებით. ეს ობიექტური გარემოება, რომელიც თითქმის ჩამოიხსნა, ესე რომ ვთქვათ, ამ უკრაინის სისხლისღვრის შედეგად. ჩამოიშალა, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდით თუ საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის საქართველოს ჩამოვიდოდა და იქეთ მხარდაჭერას აღვიქვამდა ჩვენ აზია ლაპარაკი საერთოდ, ხო? მაგრამ ამის გარდა არ უნდა დაგვავიწყოთ, ჩვენ გვაქვს როგორც ქვეყანას მოვალეობები მარტივია, როცა არსებობს კლუბი, სადაც შენ ხედავ შენს უსაფრთხოებას, შენს მომავალს, შენს ღირებულებებს, იმ კლუბის წესები უნდა დააკმაყოფილო. ამიტომ აქ იქნა ნახსენები გივლიანი საქმე. ეს კლუბი არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო, რა ქვია, უწყებები უნდა გაერთიანდნენ მართლმსაჯულების წინააღმდეგ, როგორც ამ საქმეშია, ნათქვამი. ეს კლუბი არ გულისხმობს იმას, რომ 17 მაისის მოვლენების ფონზე სახელმწიფო ადამიანები ერთმანეთს რა ქვია, უდიდეს ჯანმრთელობის ზიანს აყენებენ და ხელი მოტყდა თითი და ნეკნები ჩაემტრო ადამიანებს პოლიცია დგას და უნდა უყურებდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ევროსასამართლო უკვე 2018 წელს რომელი წელი იყო, აღარ მახსოვს, პირველად ადგენს თავის ისტორიაში საქართველოსთან მიმართებით, რომ რა ქვია, გენპროკურორი, საჯარო ახსნების დეპარტამენტის უფროსი შეთანხმდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოეყვანა ციხიდან, მერე იქ დაიკაჩავებინა იმაში ოთახში და ასე რაც დადგინდა. გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა ეს ყველას ზემო ვთქვი. 2012-მდე და 2012 წლის მოვლენები იყო. 50-50 ავიღე. რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლება. მთავარი არის ვინ როგორ ასრულებს თავის მოვალეობას. როგორ არის ინსტიტუცია, პროკურატურა, საგამოძიებო უწყებები და ეს ხელისუფლების შტოები, რა ქვია, დამოუკიდებლები, როცა ევროსასამართლო ადგენს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვადგენ, რომ პრემიერ-მინისტრი ესე უცაბედად ტომარა ჩამოაცვეს თავზე და გაიყვანეს. რანაირად? ეს არის ობიექტური პრობლემები. ჩვენ ხო არ ვართ პოლიტიკოსები, მე არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთ ბევრი შეცდომის მიუხედავად მთელი ცხოვრება იყო მთავარი ის რაღაცა
პოლიტიკური კონიუნქტურიდან არ მესაუბრა და არ ვსაუბრობ. თავარი არის რა? ეს არ უნდა არსებობდეს. ეს არის სისტემური პრობლემები, განგრძობადი პრობლემებია უფრო მეტიც. ადვოკატირება არ არის ჩემი პოზიცია რა. ადვოკატირება ჭირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას, ადამიანის უფლებების დაცვას და რა ქვია, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული პრინციპების გაზიარებას არაფურცელზე, არამედ რეალურად ცხოვრებაში და რა ვიცი ეს დარღვევები შეიძლება განვაგრძოთ ძველი ხელისუფლების დროს თუ ახალი ხელისუფლების დროს, ხო? უამრავი, აგ წინა დღეების მაგალითი შევხედოთ თუ გინდათ, ხო? რა ვიცი, უამრავი რამე შეიძლება ვახსენოთ. ეს არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ისრების გადატანა ევროპელებზე და ევროპულ საზოგადოებაზე რაღაცა ნაღმიდევს, ეს უბრალოდ დაკარგვა სწორი აქცენტების რა. ნუ შევხედოთ იმას, რა გვაქვს ჩვენ ვალდებულება, შევხედოთ იმას, რა უნდა გავაკეთოს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდეს. ამიტომ არაფერი არ არის დეტალების ჩასვლა ჩვენთვის საჭირო, ეს ზოგადი პრინციპები მინდოდა მეთქვა უბრალოდ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მადლობა. მადლობა ლევან.